ეს ოცნებას უნდა უთხრათ, მე კი არა. ოცნებას უნდა შეეკითხო, თავიანთ ჯიბეებს რომ იმართებიან მარტო ხალხზე კი არა, ვითომ ხალხზე ფიქრობენ. იმდენი მაგათი. ვისაც უნდა პოულობენ იმ სამსახურებსა და ვისაც არ უნდა და სხედასახში. პირადად ჩემზე გეტყვით. მე ვიმუშავე 1 წელი აი ნაცნობით ვიმუშავე რა. და დააფარდა ის ობიექტი და მეც ისინი წავიდნენ და მეც დავრჩი სახში. აი ნაცნობით თუ ვიღაცა გყავ ხო იმუშავე. თუ არა და არავის არ სჭირდება. რა ვიცი რა გითხრათ. მთავრობამ და შექმნა სამსახურები ახლა რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ თვითონვე დავანგრიეთ ყველაფერი. ჩვენ თვითონვე. ესე მგონია, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ქართველი, რომელიც არიდებს ყველანაირ სამსახურებს, არ არის სამსახურები იძახიან. სამსახურები არის. უბრალოდ ჩვენ ვართ იმაზე ზემაღლა, ვიდრე უნდა ვიყოთ. ყველაფერს ქართველები ვერ ვითავსებთ. მგონია რომ ღირსები არ ვართ, რომ აი რაღაცნაირ ისეთ სამსახურებში ვიმუშაოთ, რომელიც ვითომ ძალიან ცოტა დაბალი დონის, მაგრამ არ არის ესე რა. თუ არა შენდება არაფერი, როგორც იყო წინათ კომუნისტების დროს ფაბრიკა, ქარხნები და საერთოდ სხვადასხვა დაწესებულებები მექანიკური და რავი და ასე შემდეგ, მაგრამ აბა ვინ აშენებს? ეხლა არის კერძო საკუთრებაში გადავედით. რა გვინდოდა ჩვენას კაპიტალისტური წყობა და აი ეს არის კაპიტალისტური წყობაში, რომ უნდათ ხალხსა ძალიან. ზოგი მშიერია, ზოგი მაძღარია და ზოგს არ აქვს, ნამდვილად უნდათ მუშაობა, მაგრამ არ არის სამუშაო და ფიზიკურად ზოგს არ შეუძლია რომ იმუშაოს. სამუშაო არც არაფერი არ არის, ად არის სამუშაო. ერთი სკოლაში მუშაობდი, ისიც მოხსნის. როგორ შეიძლება? სოციალური აღარაო, სკვერი აღარაო და დარჩი ეგრეო. და ახლა მივდივარ რომ ვიმუშაო იქნება სადმე სამუშაოი.